გრადობა ნარჩუნდება აი ამ ორივე ანალოგიაში, რომელიც მოყვანილი არის აქა, აი ეს ორივე მოვლენა ჩვენ უკვე ახსენით მექანიკური მომენტის, ანუ სპინის გამო და როგორც ირკვევა, ეს სპინის შენახვის კანონიც ძალიან მკაცრად სრულდება ნაწილაკების ფიზიკის სამყაროში, ანუ მიკროსამყაროში. როგორც აღვნიშნეთ, ამ სპინს, რომელიც გვხვდება ნაწილაკთა, ანუ მიკროსამყაროში, აქვს ანალოგია მექანიკაში, თუმცა მას აქვს სპეციფიკა, რომელიც მკვეთრად განასხვავებს მას იმ კანონებისაგან, რომელიც ხდება ჩვეულებრივ კლასიკურ ფიზიკაში. კერძოდ, განსხვავებით კლასიკური ფიზიკისაგან, სპინი, რომელიც ახასიათებს ნაწილაკებს, ანუ მიკროსამყაროს, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დისკრეტული, ანუ კვანტური. კერძოდ, ნაწილაკის სპინი შეიძლება იყოს ან მთელი რიცხვის ჯერადი, ასეთ ნაწილაკებს უწოდებენ ბოზონებს, ანუ ის ჰადრონი, რომელიც არის ბოზონი, იგი არის მეზონი, ასეთი კლასიფიკაციაშია მოყოლილი და მეორე ვარიანტი არის, რომ იგი იყოს კენტნახევარი რიცხვის ჯერადი, აი ასეთ ნაწილაკებს უწოდებენ ფერმიონებს. აი ეს არის ძირითადი განსხვავება, კერძოდ სპინი ავლენს, ანუ იგივე მომენტი ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო, თუმცა ღერძი და ასე ვთქვათ, ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო უკვე პირობითი არის, რადგან ნაწილაკებს შეიძლება საერთოდ არ გააჩნდეს ზომები. აი პირველი ადამიანი, რომელმაც გამოიყენა ეს სპინის დაკვანტვის, ანუ დისკრეტულობის თვისება, იყო ნილს ბორი. კერძოდ, მან გააკეთა პოსტულირება, რომ მექანიკური მომენტი, რომელიც გააჩნია ატომში ბირთვის ირგვლივ ბრუნავ ელექტრონს, მისი მექანიკური მომენტი უნდა იყოს ჯერადი გარკვეული რიცხვისა, აი აქ ფორმულა არის მოცემული, ეს n არის აქ მთელი რიცხვი, შეიძლება იყოს 1, 2 და ასე შემდეგ, ანუ უნდა იყოს ეს ორბიტალური მექანიკური მომენტის დაკვანტვა. 1913 წელს ბორმა თავისი პოსტულატებით, ერთ-ერთი პოსტულატების სწორედ ეს იყო, რომ მექანიკური მომენტი აქ უნდა იკვანტებოდეს, უნდა იყოს მთელი რიცხვის ჯერადი, მოახდინა ძალიან წარმატებული ატომის მოდელის შექმნა, რამაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი კვანტური ფიზიკის აგებაში. კერძოდ, მომენტის დაკვანტვა აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ირკვევა, არა მხოლოდ ისეთი სისტემა, როგორც ატომია, არამედ ნებისმიერი ნაწილაკი ატარებს დაკვანტურ მომენტს, კერძოდ სპინს. შეიძლება იყოს, როგორც აღვნიშნე, მთელი ან კენტნახევარი. და როგორც ირკვევა, ნაწილაკები ემორჩილებიან თავიანთ რეაქციებში სპინის ან თუ გნებავთ მთლიანი მომენტის კაცრად შენახვის კანონს. კერძოდ, თუ განვიხილავთ მაგალითად რაღაცა რეაქციას, აი აქ მოცემულია სურათზე მარჯვენა მხარეს ორი ნაწილაკის დაჯახებას წითელი ბირთვებით არის ეს აღნიშნული და მათ აქვთ რაღაცა სპინი, კერძოდ მიმართულება და სიდიდე, ანუ პირობითად შეგვიძლია ისე მექანიკურ ანალოგიით წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ აი ორი ბურთულა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ამავე დროს ისინი ერთმანეთის შემხედრი მიმართულებით მოძრაობენ და ეჯახებიან. ნუ ნაწილაკების შემთხვევაში გასაგებია, მათ შეიძლება ზომა არ ჰქონდეთ, ეს ისე გამიმეორებ, რომ არის მექანიკური ანალოგია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რეაქციის შედეგად შეიძლება დაიბადოს ახალი ნაწილაკები, მაგათაც უფრო მცირე ზომით არის აქ სურათი, მაგრამ თავარი არის, რომ ჯამური სპინი, ანუ საწყისი და საბოლოო ნაწილაკის სპინების ჯამი, კვლავ უნდა იყოს საბოლოო ჯამური სპინის ტოლი. აი ეს არის სპინის, ანუ თუ გნებავთ, ჯამური მექანიკური მომენტის შენახვის კანონი. აი ეს შენახვის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც აღვნიშნე, ნაწილაკთა ფიზიკაში ნაწილაკებს შორის მიმდინარე რეაქციებისთვის. ნუ ზოგადად
ფიზიკაში, არა მხოლოდ ნაწილაკების ფიზიკაში, შენახვის კანონები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისათვის, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები აღწეროთ რაოდენობრივად, როგორც ირკვევა, ბუნება მოწყობილია ისეთნაირად, რომ სხვადასხვა შენახვის კანონები თამაშობენ ცენტრალურ როლს. თქვენ უკვე იცით სკოლის სახელმძღვანელობიდან სხვადასხვა შენახვადი სიდიდეები და ამასთან დაკავშირებული შენახვის კანონები, კერძოდ მუხტის შენახვის კანონი არის. ანუ თუ რაღაცა რეაქცია მაქვს, საწყისი ნაწილაკების მუხტების ან საწყისი სხეულების მუხტების ჯამი ყოველთვის უნდა იყოს საბოლოო მუხტის ჯამური სიდიდის ტოლი. ანუ მუხტი არ შეიძლება გაქრეს. ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ენერგიისა და იმპულსის შენახვის კანონები. ჩვენ ვიცით, რომ ენერგია არ შეიძლება დაიკარგოს, იგი მხოლოდ ერთი მდგომარეობიდან შეიძლება ერთი სახიდან გარდაიქმნას მეორე სახეში, მაგალითად მექანიკური ან კინეტიკური ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სითბურ ენერგიად. აი მაგალითად სახლის სახურავიდან ჩვენ რომ ვაგდებთ ბურთს, თავიდან ანუ მძიმე სხეულს, ქვას, თავიდან მას აქვს პოტენციური ენერგია, იმიტომ რომ იგი ატანილი არის სახლის სახურავზე. როდესაც ჩვენ გაუშვებთ მას ხელს, იგი იწყებს ვარდნას, დედამიწის ზედაპირის ახლოს მას უკვე აქვს საკმაოდ დიდი სიჩქარე, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს მოძრაობს, იგი იძენს დიდ სიჩქარეს, მას აქვს კინეტიკური ენერგია, ანუ ამ შემთხვევაში პოტენციური ენერგია, რომელიც მას სახლის სახურავზე ქონდა და გაჩერებული იყო, გარდაიქმნა მის მოძრაობის ენერგიაში, ანუ კინეტიკურ ენერგიაში, ხოლო მას შემდეგ რაც იგი დაეცემა, თქვათ მიწის ზედაპირზე, თქვათ ასფალტი იყოს, ხო, ასფალტის ზედაპირზე იგი გაჩერდება და თქვენ თუ მოკიდებთ ხელს, ნახავთ რომ ცოტათი თბილი იქნება, ანუ ამ შემთხვევაში დაჯახების შედეგად მოხდება ამ სხეულის გახურება, ანუ სითბურ, ანუ შინაგან ენერგიაში გადავიდა ეს ენერგია. ხო, აი ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჯამური, ანუ ენერგია როგორც ასეთი სუბსტანცია ინახება, უბრალოდ მისი ფორმები შეიძლება იყოს განსხვავებული ერთი ფორმიდან მეორეში გადავიდა, თორემ რიცხობრივად იგი ბუნებრივია, უნდა იყოს ერთი და იგივე. აი, თურმე ნაწილაკების ფიზიკაში ეს შენახვის კანონები სპინის, მუხტის, ენერგიის, ასევე იმპულსისა კვლავ მოქმედებს, მაგრამ განსხვავებით ჩვეულებრივი მექანიკიდან აქ ნაწილაკების ფიზიკაში გვაქვს დისკრეტულობა ან კვანტურობა, აღნიშნე რომ სპინს არ შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი მნიშვნელობა, იგი შეიძლება იყოს ან მთელი რიცხვის ჯერადი ან კეტინა. აი ანალოგიურად არის სხვა სიდიდეებიც. აი ყველა სიდიდეს, რომელიც ნაწილაკთა ფიზიკაში ხდება და ახასიათებს შენახვადობა, უწოდებენ კვანტურ რიცხვებს, ანუ ყოველი ეს კვანტური რიცხვი ახასიათებს ამა თუ იმ ნაწილაკს. და როგორც ირკვევა და მე უკვე აღნიშნე, ყოველი რეაქცია, პროცესი თუ მოვლენა, რომელიც ხდება მიკროსამყაროში, ემორჩილება აი ამ შენახვის კანონს, ანუ შერჩევის წესებს და აქედან გამომდინარე ეს კვანტური რიცხვები, რომლის საშუალებითაც მოხდენილი არის ნაწილაკების კლასიფიკაცია, ხო, ანუ თვისებების მიხედვით მათი დაჯგუფება ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. აი აქ გამოხატული არის ერთ-ერთი რეაქცია, მას უწოდებენ ბეტა-დაშლის რეაქციას. ეს ბეტა-დაშლის რეაქცია განეკუთვნება რადიოაქტიურ მოვლენას. ჩვენ ერთ-ერთ წინა ლექციაზე რადიოაქტიობა განვიხილეთ, არსებობს სამი ტიპის რადიოაქტიურობა, ხო, ალფა, ბეტა და გამა. აი აქ გამოსახული არის ნეიტრონის ბეტა-დაშლის რეაქცია, რომელიც როგორც ირკვევა, ნეიტრონი იშლება პროტონად, ელექტრონად და იგი გამოასხივებს ანტინეიტრინოს, ეგრეთ წოდებული ანტინაწილაკი ნეიტრინოს. აი ეს თითეული ნაწილაკი ამ დაშლის პროდუქტი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს შენახვის კანონები. კერძოდ, რა თქმა უნდა, აქ იმპულსისა და ენერგიის კანონები, შენახვის კანონები სრულდება, მაგრამ აქ ასევე სრულდება აი ამ კვანტური რიცხვების შენახვა, რომელიც მე უკვე აღნიშნე. როგორც ირკვევა, აი აქ ამ რეაქციაში 4-ვე ნაწილაკი, რომელიც აქ არის მითითებული, კერძოდ ნეიტრონი, პროტონი, ელექტრონი და ნეიტრინოც არიან ფერმიონები და აი ეს განსაზღვრავს იმას, რომ ნეიტრონი აუცილებლად უნდა დაიშალოს ისეთ ნაწილაკებში, რომელთა სპინის ჯამი იქნება კენტნახევარი. ბუნებრივია თვითონ ნეიტრონი რახან არის ფერმიონი,
მისი კერძოდ ცნობილია რომ მისი სპინი არის 1/2, მისი პროდუქტების სპინების ჯამიც უნდა იყოს 1/2. თავიდან ნეიტრინო, აი რომელიც ბერძნული ნიუთი არის აღნიშნული აქა, აღმოჩენილი არ იყო ექსპერიმენტზე მეცნიერები რასაც ხედავდნენ იყო პროტონი და ელექტრონი, რომლებიც თავისთავად ცალ-ცალკე არიან ფერმიონები, მაგრამ ბუნებრივია ორი კენტნახევარი რიცხვის ჯამი, თქვენს მიხვდებით იოლად არანაირად თქვენ ვერ იპოვით ისეთ ორ კენტნახევარ რიცხვს, რომელთა ჯამი შეიძლება იყოს კვლავ კენტნახევარი, ის ყოველთვის იქნება მთელი რიცხვი. აი, მხოლოდ სპინის შენახვა უკვე საშუალებას გვაძლევს ჩვენ ვივარავდოთ რომ უნდა იყოს დამატებითი ნაწილაკი ნეიტრინო და სწორედ ერთ-ერთი ეს შენახვის კანონი იყო, რითაც იწინასწარმეტყველეს ამ ნეიტრინოს არსებობა. ამას გარდა თურმე არსებობს სხვა კვანტური რიცხვები, რომლებიც ინახება ნაწილაკთა ფიზიკაში, ეს არის ბარიონული და ლეპტონური რიცხვები. ბარიონები თქვენ უკვე იცით, ეს არის ის ჰადრონები, რომელთაც აქვთ კენტნახევარი სპინი, აი როგორც ირკვევა, ნეიტრონიც და პროტონიც არის ბარიონი, იმიტომ რომ ისინი მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში, მაგრამ რახან მათი სპინები არის 1/2, ორივე არის ბარიონი. თურმე როგორც ირკვევა, ბარიონული რიცხვის ინახება ჯერჯერობით არ არის არც ერთი რეაქცია ნაპოვნი, სადაც შემჩნეული ან დამზერილი არის ბარიონული რიცხვის დარღვევა, ამიტომ ვარაუდობენ რომ ეს შენახვის კანონი უნდა იყოს ზუსტი, ბარიონული რიცხვის ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს საკმაოდ დიდი სიზუსტით დაცული, ანუ საწყისად გქონდა ერთი ბარიონი, ანუ ერთი ნეიტრონი, იგი გარდაიქმნა პროტონად, კვლავ ერთი ბარიონი მაქვს, მაგრამ აი თურმე კიდევ არის დამატებითი რიცხვი, რომელსაც უწოდებენ ლეპტონურ რიცხვს, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ აქ უნდა მქონდეს ანტინეიტრინო, არა ჩვეულებრივი ნეიტრინო, არამედ ანტინეიტრინო. ლეპტონების შესახებ ჩვენ უფრო მოგვიანებით კვლავ ვისაუბრებთ. ამ სლაიდზე გამოსახული არის რამდენიმე რეაქცია, რომელიც დემონსტრირებას აკეთებს სხვადასხვა კვანტური რიცხვის შენახვისა. აი ჩვენ აღვნიშნეთ უკვე რომ ნებისმიერ ბირთვს ახასიათებს ორი კვანტური რიცხვი A და Z. A არის ბირთვის მასური რიცხვი და ეს მასური რიცხვი ემთხვევა ბირთვში პროტონებისა და ნეიტრონების ჯამურ რაოდენობას, კერძოდ ეს არის ნუკლონების რაოდენობა. ეს მასური რიცხვი როგორც ირკვევა ნებისმიერ ბირთვულ რეაქციაში აუცილებლად ინახება და Z რიცხვი, რომელიც ემთხვევა ბირთვში პროტონების რაოდენობას. Z რიცხვიც უნდა ინახებოდეს. აი აქ მოყვანილი არის რაღაცა X ბირთვი, რომლის ქვედა ინდექსი არის Z, რომელიც აღნიშნავს მასში პროტონების რაოდენობას, ხოლო ზედა ინდექსი A მიუთითებს მასში საერთო ნუკლონების რაოდენობას. აი ეს კერძოდ არის ალფა დაშლის რეაქცია, რადგან იგი ასხივებს ჰელიუმს. ჰელიუმის Z რიცხვი არის 2, მას აქვს 2 პროტონი და კიდევ 2 ნეიტრონი, ანუ მისი მასური ჯამური რიცხვი არის 4. თქვენ დააკვირდებით და ნახავთ აქ, რომ ქვედა ინდექსების ჯამი მარჯვენა მხარეს ამ რეაქციის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის ერთი და იგივე, კერძოდ Z, ანუ ეს გამოწვეულია იმისგან, რომ ჯამური მუხტი აუცილებლად ინახება, იმიტომ რომ თქვათ თავიდან საწყისი ამ X ბირთვის მუხტი იყო Z, იმიტომ რომ Z-სალი პროტონი იყო, Y ბირთვს აქვს Z-2 პროტონი, მაგრამ სამაგიეროდ ჰელიუმს აქვს 2 პროტონი, ანუ ეს Z-2-ს დამატებული კვლავ 2, კვლავ არის Z. ამის ანალოგიით მასური რიცხვიც ინახება, რატომ? თუმცა ეს დაკავშირებული არის თუ ამ მუხტის შენახვასთან ერთად ბარიონული რიცხვის შენახვასთანაც, ანუ თუ თავიდან საწყისი მასური რიცხვი იყო A, რადგან ჰელიუმის მასური რიცხვი არის 4, ამ Y ბირთვის მასური რიცხვი უნდა იყოს A-4. მეორე რეაქცია, რომელიც აქ მონიშნული არის, უკვე არის ეგრეთ წოდებული ბეტა დაშლის რეაქცია, რომელიც ხასიათდება ელექტრონის გამოტყორცნით. აქაც თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, ელექტრონი რახან არ არის ბარიონი, ანუ არ განეკუთვნება არც პროტონსა და არც ნეიტრონის კლასს, ნუკლონების კლასს, იგი არ მისი მასური რიცხვი არის 0 აქა. ამიტომ თქვენ ნახავთ, რომ საწყის და საბოლოო ბირთვებს ამ ბეტა დაშლაში უნდა ქონდეს ერთი და იგივე მასური რიცხვი, მაგრამ
იმის გამო რომ ელექტრონის მუხტი არის -1, პროდუქტი ბირთვი, ანუ y ბირთვის მუხტი უნდა იყოს 1-ით მეტი იმისათვის რომ მათი ჯამი შეადგენდეს საწყისი ბირთვის პროტონების რაოდენობას. მე აღვნიშნე რომ როდესაც კოსმოსურ სხივებში მოხდა ახალი ნაწილაკების მეზონების აღმოჩენა, იქ პი-მეზონებთან ერთად აღმოჩენილი იყო მრავალი საინტერესო ნაწილაკი და ამ ნაწილაკთა შორის იყო კა-მეზონებიც, რომლებიც ერთი შეხედვით აქ არის მოცემული კა-ელი და კა-ესი, რომელიც ასე ვთქვათ მოგვიანებით შემოიღეს ეს აღნიშვნა. ამ კა-ელს და კა-ეს აქვს ბევრი საინტერესო და მსგავსი თვისება, კერძოდ მათი მასები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, ორივე წარმოიშობა ძლიერ ურთიერთქმედებაში, ანუ მათ ახასიათებთ ძლიერი ურთიერთქმედება, მაგრამ როგორც ირკვევა, ამ ორ მსგავს ნაწილაკს ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის დაშლები, კერძოდ ერთი იშლება სამცალ პი-მეზონად, რომელიც არის ნეიტრალური, ხოლო მეორე იშლება პი+-ად და პი-მინუსად. როგორც ირკვევა, კა-ელი, რომელიც სამ ნეიტრალურ მეზონად იშლება, ცოცხლობს კა-ესთან შედარებით საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ხოლო ამისგან განსხვავებით კა-ესი იშლება საკმაოდ სწრაფად. ანუ მათი ეგრეთ წოდებული სიცოცხლის ხანგრძლივობები არის ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. აი ამის გამო ერთს უწოდეს კა-ესი, ანუ კა-შორტი, იმიტომ რომ შორტ არის მოკლე, ხო? მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო საკმაოდ მოკლე, ძალიან სწრაფად იშლებოდა, ხოლო მეორეს უწოდეს კა-ლონგი, რის გამოც, ანუ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო გრძელი, long ნიშნავს ინგლისურად გრძელს. აი აქ დაისვა ასეთი კითხვა, ხომ არ არის რაღაც დამატებითი სიდიდე, ანუ დამატებითი კვანტური რიცხვი, რომლის არსებობაც, ანუ რომლის შენახვას უზრუნველყოფს ამ სხვადასხვა რეაქციებს. კერძოდ, რაღაც ხომ არ არის დამატებითი შენახვის კანონი, რომელიც სრულდება აქ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კა-ელი არის საკმაოდ სტაბილური და იგივე თვისება არ აქვს კა-ეს, რომელიც განსხვავებით კა-ელისაგან აღარ არის სტაბილური. ანუ აი ეს დაისვა კითხვა, რომ ამ ცნობილი კვანტური რიცხვებისა, რომელიც არის თქვათ სპინი, რომელიც დღეს განვიხილეთ ჩვენ, ენერგია, იმპულსი, მუხტი, კიდევ ხომ არ არსებობენ სხვა კვანტური რიცხვები, რომლებიც ახასიათებენ ამ ელემენტარულ ნაწილაკებს. საკმაოდ დროის მანძილზე ეს კითხვა იყო პასუხგაუცემელი, თუმცა შემდგომში ეგრეთ წოდებულმა კვარკულმა მოდელმა გასცა პასუხი აი ამ კითხვას და კერძოდ კვარკულმა მოდელმა ძალიან გაადვილა ამ ნაწილაკების კლასიფიკაცია და მან ახსნა ბევრი ის კითხვა, რომელიც იმ დროისათვის აწუხებდათ მეცნიერებს. ჰადრონთა კვარკული მოდელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომხდარიყო სწორად ნაწილაკების კლასიფიკაცია, კერძოდ ჰადრონთა კვარკული მოდელი ემყარებოდა შემდეგ მოსაზრებას, რომ ჰადრონები აღარ არიან ელემენტარული ნაწილაკები, ისინიც შედგებიან სხვა უფრო მცირე სუბნაწილაკებისაგან, სხვა სუბსტანციებისაგან, კერძოდ კვარკებისაგან და არსებობს ორი ტიპის შედგენილობა, კერძოდ ჰადრონები შეიძლება შედგებოდნენ ან ორი კვარკისაგან, ან ალტერნატიულად სამი კვარკისაგან. კვარკი ითვლებოდა ფერმიონად, მისი სპინი 1/2-დია და ბუნებრივია ორი კვარკისაგან შემდგარი ნაწილაკი უნდა იყოს ბოზონი და აი როგორც აღვნიშნეთ, რადგან მათი სპინი იქნებოდა მთელი რიცხვის ჯერადი, ამიტომ ორი კვარკისაგან შემდგარი ნაწილაკი იქნებოდა მეზონი. იოლი სანახავი არის, რომ ორი ცალი 1/2-დის მომენტის შეკრებით აუცილებლად ჩვენ მივიღებთ მთელ რიცხვს. განსხვავებით ამისაგან, თუ სამ კვარკს ავიღებთ, რადგან თითოეული სპინი არის 1/2, მათი ჯამი იქნება კვლავ კენტნახევარი და ამიტომაც ესენი უნდა იყვნენ ფერმიონები და ამათ ეწოდათ ბარიონები. აი ამ კლასიფიკაციას, ამ კვარტულ მოდელს
ჰქონდა ძირეული მნიშვნელობა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო სწორი მიმართულება. დღესდღეობით ცნობილი არის 6 ტიპის კვარკი, ანუ არსებობს 6 ტიპის კვარკი, აი აქ არის სურათზე გამოსახული, თითოეულის სახელი არის up, ზედა კვარკი, down, ანუ ქვედა კვარკი, შემდეგ მოგვიანებით იყო აღმოჩენილი უცნაური კვარკი, strange, ასეთი ასოთი არის აღნიშნული, ასევე მომხიბვლელი კვარკი, ეგრეთ წოდებული ჩარმონიუმი, ანუ ჩარმი და აღმოჩენილი არის ბოტომი და ტოპ კვარკი, ანუ ხანდახან ამას უწოდებენ beauty, ანუ ლამაზ კვარკსაც, იმიტომ რომ მასთან დაკავშირებული ფიზიკა და მოვლენები იყო საკმაოდ საინტერესო და ლამაზი. ტოპ კვარკს დაარქვეს ტოპი, იმიტომ რომ როგორც გაირკვა, იგი იყო კვარკებს შორის ყველაზე მძიმე და ტოპი ნიშნავს ასე ვთქვათ ზემოთამდგომს, ანუ უფროს კვარკს. როგორც ირკვევა, აი ამ 6 კვარკისაგან მთლიანად შეიძლება აიხსნას ყველა ჰადრონი, ასევე მათთან დაკავშირებული მოვლენები, რეაქციები და შენახვის წესები. ანუ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს კვარკული მოდელი, ჰადრონთა კვარკული მოდელი იყო სწორი ნაწილაკების კლასიფიკაციაში. ჩვენ წინა ლექციაში მოვიყვანეთ და აღვნიშნეთ, რომ აღმოჩენილი იქნა იმდენი ძლიერად ურთიერთქმედი ნაწილაკი, რომ კატალოგები და ცხრილები უკვე გადავსებული იყო მათგან და ასევე მთელი ლათინური და ბერძნული აღნიშვნები ალფაბეტისა დაკავებული იყო მათ აღსანიშნავად. როგორც გაირკვა, კვარკული მოდელი ძალიან ამარტივებს მათ კლასიფიკაციას, რადგანაც ჰადრონებია, კერძოდ აი ეს ნაწილაკები, რომლებიც აი ამ ორ ცხრილშია მოყვანილი, ეს მხოლოდ მცირე ნაწილი არის, იმიტომ რომ შეუძლებელია მისი ჩვენება სლაიდებზე მთელი კატალოგებისა, რადგან 6 კვარკი თავიანთი სხვადასხვა კომბინაციებით შეიძლება ადგენდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ჰადრონებს, როგორც ირკვევა, მთლიანად ეს ცხრილები და კატალოგები შეიძლება ამოწურული იქნას აი ამ კომბინაციებით, ან 2 ან 3 კვარკის კომბინაციით და ამიტომაც ეს კვარკული მოდელი არის წარმატებული. მაგრამ როგორც ირკვევა, აი ეს კომბინაციები, როგორც შეიძლება ჩვენ დავაწყვილოთ ან სამეულები შევქმნათ ამ კვარკებისაგან, არის შეზღუდული, უნდა მოხდეს რაღაცა წესით. აი მაგალითად აქ სურათზე გამოხატული არის ბარიონული ოქტეტი, ანუ 8 ცალი ბარიონი, როგორ შეიძლება იქნას გარკვეული გეომეტრიული, აქ გეომეტრულად არის მოცემული ესა, კერძოდ 6 კუთხედის წვეროებში და მის ცენტრში გარკვეული წესით მე რომ დავსვა სხვადასხვა კვარკების სხვადასხვა კომბინაციაში, მივიღებ იმ ნაწილაკებს, რომლებთანაც ერთად არის ჩვენთვის ცნობილი პროტონი და ნეიტრონი. აი ყველაზე ზევოთ აი ამ 6 კუთხედის წვეროებში მოთავსებულია სწორედ ის ნაწილაკები, რომლებისგანაც შედგებიან ნუკლონები, ანუ ჩვენი ბირთვები.